გამარჯობათ. ეს თქვენი საყვარელი გადაცემა სკოლის ამბებია. მე კი მისი წამყვანი მუცარა გავა. ახალ ამბებს განაცნობთ. მოდი, სანამ ახალ ამბებზე გადავიდოდით, გავიგოთ, რომ მთელ საქართველოში როგორი გრადუსია და გავიგოთ სხვა ქვეყნებშიც. გამარჯობათ. მე ამის რუბრიკის წამყვანი მარიამ მენიკიძე გახლავართ. აი, როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ძალიან კარგი ამინდია. აი, შეიძლება ხაობრატოს დააფიქსიროს, არის ძალიან კარგი ამინდი. როგორც მოგეხსენებათ, აი ხომ მე მაცნობეს რომ ჰაერში არის ზუსტად 31 გრადუსი და 0.4 ტემპერატურა და ახლა მე მინდა ვისაუბროთ მსოფლიო პოლიტიკური რუკის შესახებ და ყველა კონტინენტსა თუ ოკეანეზე, თუ ქვეყანაზე, თუ ქალაქზე და იქ რომელი გრადუსია. ნაგველოდეთ. და ჩვენ დავბრუნდით სკოლის ამბების ეთერით, პირდაპირ ეთერში. აი ახლა როგორც მოგეხსენებათ, სოფლიო პოლიტიკური რუკა. ანუ აქ არის ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე, როგორც მოგეხსენებათ. აი აქ არის წყნარი ოკეანე, რომელიც არის ძალიან დიდი. აი აქ არის ინდოეთის ოკეანე, აქ არის ატლანტის ოკეანე, აქ კი წყნარი ოკეანეა. აი როგორც მოგეხსენებათ, ეს არის კუნძული გრენლანდია. აი დააფიქსირეთ, ეს კუნძული გრენლანდია არის იასამნისფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ის არის ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანესთან ძალიან ახლოს და იქ ყოველთვის ძალიან ცივი, იქ გამოდის ცივი იები, ანუ ყინულოვანი იები, რომლებიც იასამნისფერო გაცემოთ, ეს ჩვენი კუნძული გრენლანდია. ახლა მე მინდა შევეხოთ რუსეთის ფედერაციას, რომელსაც რუკის თითქმის 40% გავიწყოთ. გესმით ეს რამდენია? არ გესმით ხოლმე, იმიტომ რომ შეახშობთ. აი ამდენია რუკის. აი ამ აქაც მოდის სადღაც რა და მესქოვიც კი არის ყაზახეთი. ყაზახეთი იმიტომ არის მწვანე ფერის მოგეხსენებათ, რომ ყაზახეთში როგორც მოგეხსენებათ, ისრდება ძალიან ბევრი რაოდენობის კიტრი და ეს კიტრი უკვე მწვანე შეფერილობას აძლევს ამ ყაზახეთს. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთს რაც შეეხება, ეს არის ჩემი საყვარელი, აი ჩემი უსადოდ საყვარელი ეს ქვეყანა. ასე მოგეხსენებათ და ის რა თქმა უნდა იმასაც გიტყვით თუ რატომ არის ყვითელი, იქ იცდება ძალიან დიდი რაოდენობით მზესუმზირები, როგორც მოგეხსენებათ ცხოვრების ყვითელი და იზრდება რაღაც კატასტროფა რაოდენობის ეს მზესუმზირები და ასე გაყვითლა ჩვენი ჩინეთი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სოფლიო პოლიტიკური რუკის შესახებ. ახლა მე მოგითხრობთ თუ ყველა კონტინენტსა თუ ოკეანეში თუ ქალაქსა თუ სახელმწიფოში რამდენი გრადუსია. აი გავიწყოთ რუსეთის ფედერაციით. რუსეთის ფედერაციაში ახლა არის 23 საათი და 1 წუთი, 0.1 წუთი და 29 მილიწამი. ახლა იქ არის ზუსტად 3 გრადუსი. კუნძულ გრენლანდიაზე, ანუ იების ყინულოვანი იების ქვეყანაში არის ზუსტად -12 გრადუსი და არის ახლა იქ 0 საათი და 1 წუთი. რაც შეეხება ბრაზილიას, იქ არის ახლა ზუსტად 18 საათი და 34 წუთი და ძალიან აი ეგრეც ხალხ საყვარლის ბრაზილიაში. ანუ არის 41 გრადუსი პლუს 50 გრადუსი. აი ასე დაგვრჩა ჩვენი ავსტრალია, რომელიც არის ყველა ოკეანის შუა მოქცეული საწყალი ავსტრალია. ერთი ცუნამი რო წამოესწრაფა, სულ დაინგრევა. აი ავსტრალიაში ახლა არის 16 საათი და 41 წამი. და ახლა არის როგორც მაცნობეს წამით 2 გრადუსი. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი ამ პროგნოზი დღეისთვის. ჩვენ ყოველდღე საათი საკეთებით ნახავთ ეს. ჩვენ მოვისმინეთ უკვე ამინდი. ახლა კი მოდი ახალ ამბებზე გადავიდეთ. გუშინ დღეს ფილიპე გოგიჩევის სახელობის კერძო სკოლაში გამთავრდა სასწავლო წელი. ბავშვებს ძალიან უხარიათ სასწავლო წელის დამთავრება და ისინი ძალიან ერთობიან სკოლაში. ახლა კი ჩვენ ყარისონდეს ჩავერთვები მარიამ ჯელაშვილის, რომელიც მოგითხრობს თუ როგორ ერთობიან ისინი სკოლაში. და ჩვენ ფილიპე გოგიჩევის სახელობის კერძო სკოლა, რომელიც არის ყველაზე ძალიან კარგი პრესტიჟული სკოლა. შეაღობა იქ ერთ-ერთი მასწავლებელი ჩაგორთება. გამარჯობა. შეიძლება რასთან ელიციერტონი აი ისინი ძალიან კარგი ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე ფილიპე გოგიჩევის სახელობის სკოლიდან. აი გადავიღეთ ამ პატარა ძალიან მეტად კაცი გამოჩენა. ეს იყო მომდევნო შეხვედრამდე.
ახლა ჩვენ გავიგეთ თუ რა ვითარება ფილიპე გოგიჩელის სახელობის კერძო სკოლაში. ახლა კი მინდა ჩავატარო განკითხვა. ჩვენ გვაქვს კოკა-კოლა, პური და ჩიპსები. ბავშვების დიდი რაოდენობა მიიწვევს ჩიპსებს. მოდი ახლა გავატაროთ. პურის ნომერია 7002, კოკა-კოლის 7003, ჩიპსების კი 7004. დაგვიმესიჯეთ და გავიგებთ რომელია თქვენი საყვარელი პროდუქტი. გამარჯობათ. მე ვარ ბარბარე ქართველიშვილი და ეხლა მაცნობეს რომ ჩვენს გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩიპსებმა, რომელმაც მიიღო მთელი ხმის 50%. შემდეგ მოდის კოკა-კოლა, რამაც 30% მიიღო და შემდეგ კიდე პური, რამაც 20%. კარგი, დიდი მადლობა. ახლა ჩვენმა კორესპონდენტმა ბარბარე ქართველიშვილმა გვეცნობა რომ 50% მიიღო ჩიპსებმა, პურმა კი 50. ახლა მოდით გადავიდეთ ჩიპსებზე. ცხოველით სულ ამებნა და თქვენი ცხოველზე რომელი ჩვენი კორესპონდენტი მარიამ კიკნაველიძე გაგვაცნობს. გამარჯობათ, მე მარიამ კიკნაველიძე ვარ და მე გადაცნობთ მცენარეების სამყაროში ახალ ამბებს. მეცნიერებმა შექმნეს ახალი ყვავილის ჯიში. ეს ვხედავთ ჩვენ კედელზე. ესეთი ჯიშის ყვავილებია. დიახ, როგორც ხედავთ, ეს ამ ყვავილებს აქვთ მარტო კუტკო, არავითარი მტვრიანები. დიახ, ბოტანიკაში ცხრიანი მივიღე, არ 9.4, მაგრამ მაინც ტვინიკოსკა ვარ. დიახ, გამარჯობ მაინც. ხოდა მთავარია ბუტკო კი აქვს, მაგრამ მაინც ვეგეტატიურად მრავლდება. ვეგეტატიური გამრავლება იცით რა არის? არ იცი? ვეგეტატიური გამრავლება, ვეგეტატიური ორგანოების გამრავლებას ეწოდება. ვეგეტატიური კარგით, თქვენ არ გაინტერესებთ მაინც ვიცი. ხო. 44-მდე ღირს, მაგრამ ერთ თვიანია. აგრეთვე ახალი ჯიში მცენარეები გამოიგონეს, ამათ უკვე მტრიანები აქვთ, მაგრამ ჩათებზე იზრდებიან. აი ნახეთ. სილამაზეა, ამათ მტრიანები აქვთ, მაგრამ რა ხდება? ერთსახლიანი მცენარეები ვერ გამოიგონეს, არ მაგარია. ერთსახლიანი მცენარეები ისინი არიან, რომლებშიც არის ბუტკო და მტრიანები. ზედმეტ ლაპარაკობ, გამართული. ზოოპარკში დაიბადა ახალი ირემი. და თქვენ უკვე შეგიძლიათ მისი ნახვა. აგრეთვე მე გადავალ სკოლის ამბებზე. და რამდენიმე კვირის წინ მოხდა კვლევა, რომლის მსხვერპლი იყო მაწყვეტინეთ, რომლის კარგით, ამას გააგრძელებს ჩვენი ნუცა როგავა. როგორც ნუცკა ჟან ეთერში ვარ ცოტაცრავად. ახლა მოდი გადავიდეთ სპორტზე, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ბარბარე ქართველიშვილი გაგაცნობთ. გამარჯობათ. მე ვარ ბარბარე ქართველიშვილი და ეს არის სპორტის ამბები. მე უნდა მოგახსენოთ ჩვენი სკოლის ამბების ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. გუშინ წინ ჩატარდა საფრანგეთში თამაში, სადაც გავიდა ჩვენი სკოლის გუნდი, რომლის კაპიტანიც არის დავით ბაბილოძე, ანუ ბუთა. რა თქმა უნდა, უმცროსი. და შემიძლია თქვა, რომ გავიდა პირველ ადგილას და აიღეს მედალი, მაგრამ მსაჯები ძალიან ცუდად მოიქცნენ, იმიტომ რომ მათ 3 ქულა დააკლეს და მოწინააღმდეგეს მიუმატეს 1. მერე შემდეგ კიდე ეს დამთავრდა ნიჩი. მაინც აიღეს ჩვენება მედალი. ხო და ახლა მსოფლიო სპორტის ამბები.
გუში ჩატარდა ჩოგბურთში მეოცე მეოცე წუთით დიახ მეოცე ტურნირი სადაც მარია შარაპოვა მოუგო თელგუნდს ევროპის თელგუნდს და სამშაბათს კი იყო ფეხბურთში ძალიან დიდი ჩემპიონატი სადაც ბარსელონა მოუგო რეალს რომელიც სამთავრდა 6-0-ით და რაგბში კიდე 12-ით 3 მოუგო საქართველოს კანადას დიდი მადლობა უკაცრავად ჩვენ ერთი რაღაც გამოგჩა ჩვენ Facebook-ით ვებგვერდი ალბათ ყველა ვიცით Facebook-ის ვებგვერდი გავაკეთეთ ჩვენი საიტის სკოლის ამბები რომელშიც შეგიძლიათ შეხვდეთ და დაალაიქოთ იქ იქნება მრავალი ვიდეო და მრავალი თამაშები ქოროდესაც შეხვალთ იქ ნახავთ ჩვენ ვიდეოებს ასევე რომ შეგძანდით და ნახავთ ყველაფერს ჩვენ შესახებ ახლა კი მოდი ვნახოთ რა მოხდა თბილისის მოდის კერალში როგორცაც ეძახიან თბილისი Fashion Week რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი მარია კინაველიძე მოგვითხრობს გამარჯობათ, მე მარია კინაველიძეა და ეს რუბრიკაა, რომელიც ეძღვნება Fashion Week-ს. ეხლა ჩვენ გავესაუბრებით ერთ-ერთ მოდელს და ყველაფერს მოგიყვება, როგორც ჩატარდა საჩატარა. გისმის? მე ვარ ერთ-ერთი მოდელი და ჩვენთან სულ იყო 20 მოდელი აქედან კი მხოლოდ 5 აირჩია. საჩატარა. და ვისი კოლექცია მომდიოდა? კარგი, ავთანდილის კოლექცია. კარგი, მადლობა. ეს სულ ეს იყო. მადლობთ. გისმენთ ახლა ჩვენ გავიგეთ თბილისის Fashion Week-ზე თუ რა ხდება? ჩვენ ისევ ჩავერთვებით მარიამს, მაგრამ ახლა ისევ შეგახსენებთ, რომ Facebook-ი ვებგვერდი ალბათ ყველა მიცით, იქ არის გახსნილი ჩვენი ჯგუფი, რომელსაც ქვია სკოლის ამბები. მოდით და დაალაიქეთ. იქ ნახავთ მრავალ სურათებს, ვიდეოებს და ასე შემდეგ. იქნება მრავალი თამაში და ეს ვიდეოები ყოველთვის დაიდება ორ შაბათს და თქვენ აუცილებლად შეგძენდით და გაიგეთ. და ჩვენს ახლა მატყობინებენ, რომ ჩვენს არხს ქვია TV15. TV15 და თელევიზიის ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კარგი გადაცემა გამოგვიყვება. იმედია მართლა კარგი გამოგვივიდა. მომავალ შეხვედრამდე. გემშვიდობები TV15-დან და სკოლის ამბებიდან. ეშლება. ნახვამდის.